გამარჯობა ჩემო არხის სტუმრებო და ჩემო ძვირფასო გამოწერებო. პირველ რიგში გილოცავთ 2026 წლის დადგმას, გისურვებთ იღბალს, წარმატებებს და თქვენი სურვილების 100%-ით ასრულებას, თქვენი კეთილი და საუკეთესო სურვილების ახდენას. ეს ვიდეო ეხება 2026 წლის პირველ სავსე მთვარეობას, რომელიც იქნება 3 იანვარს. რას მოგიტანთ 3 იანვრის სავსე მთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში? ნახოთ ტარო პროგნოზი ამასთან დაკავშირებით. რას მოგიტანთ 3 იანვრის სავსე მთვარეობა? თავარი, ასე ვთქვათ, გზავნილი თქვენთვის. პირველ რიგში ეს არის ხვავი ოჯახში, ეს არის ფინანსები, ეს არის სიუხვე, ბარაკა, ეს არის პირველ რიგში ძვირფასებო და ზოგადი გზავნილი თქვენთვის არის ის, რომ შესაძლებელია ძვირფასებო, აქ თქვენ, ქალბატონი თუ ბრძანდებით, დაგეხმაროთ მამაკაცი, რაც შემდგომში გამოიწვევს თქვენი ოჯახის, ასე ვთქვათ, გამთლიანებას, შევსებას ან ფინანსურ წინსვლას. და მამაკაცებისთვის არის ის, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, მიაღწევთ სასურველ შედეგს. შესაძლებელია ითქვას, ეს არის თქვენი შრომის ხარჯზე სავარაუდო, თუმცა აქ შრომა არ ჩანს, აქ ჩანს თქვენი მიღწევა. ჩემი ფისო ძალიან ერთობა. რატო წახვედი მათ, მარგო? ცდილობს, რომ შეეხოს ისეთ ნივთებს, რაც არ შეიძლება მისთვის. მამაკაცებისთვის ეს არის, რომ თქვენ დააბალანსებთ, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებას. დაუშვათ ცდუნებასა და სიყვარულს შორის გააკეთებთ არჩევას. ცდუნება არ არის აუცილებელი, დაუშვათ იყოს რაიმე ისეთი ასე ვთქვათ, რამე სიტყვას ვეძებ, რომ რაღაც ისე გამოვთქვა, რომ ყველასთვის იყოს მისაღები. ამ ცდუნებაში იგულისხმება დაუშვათ რაღაც არასწორი ნაბიჯის გადადგმა. შეიძლება თქვენ ამის შიში გაქვთ. აქ ყველაფერი იქნება ზუსტად ისე, როგორც არის თქვენი ცხოვრების დაბალანსებისთვის საჭირო და აუცილებელი. კარგით, ნახოთ კიდევ რა ცვლილებებია თქვენთვის 3 იანვრის შემდეგ. თქვენ საერთოდ ისეთი არკანები ამოდის, უმრავლესობა, ასე ვთქვათ, არის უმაღლესი არკანი და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გონიერი, თქვენ გაქვთ სიბრძნე, არ საჭიროებთ რჩევა სხვა ადამიანის მიერ. ცვლილება, აქ მნიშვნელოვანი ცვლილება არ ჩანს, უბრალოდ არის ის, რომ თქვენ ირწმუნებთ უფრო მეტად საკუთარი თავის და დაუჯერებთ თქვენს, ასე ვთქვათ, მენტალიტეტს, თქვენ შინაგან სტრუქტურას. თქვენ მას ენდობით და ამის ხარჯზე თქვენ აღწევთ წარმატებას. იქნება ეს წარმატება ოჯახურ საქმეებში, სამსახურში, ბიზნესში და ნებისმიერ სფეროში. თქვენ ხართ თავდაჯერებული, ეს სავსე მთვარეობა გამოიწვევს თქვენში თავდაჯერებლობის შეგრძნებას, რაც პირველ რიგში აისახება თქვენს ოჯახზე. კარგით, ამის გარდა კიდევ, ასე ვთქვათ, რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის უახლესი, ასე ვთქვათ, 2 კვირის განმავლობაში.
ეს არის ახალი გზა, ასევე ძვირფასებო, რაც არის ამ მომენტში ბუნდოვანებით მოსილი, ეს ახალი გზა, ეს ნაბიჯი, თქვენ შეპყრობილი ხართ ამ მომენტში, შეიძლება ითქვას რაღაც სურვილით, ვნებით და არ იცით ეს გზა რას მოგიტანთ. ანუ დაადგებით ახალ გზას და მოდით ცადოთ, ასე ვთქვათ, გარკვევა, რა შეიძლება მოგიტანოთ, ვინც მართლა რაღაც სიახლეს ირჩევთ და სიახლის გზაზე გახართ. რას მოგიტანთ თქვენ ეს თქვენს მიერ გადადგმული ახალი ნაბიჯი მომავალში. ეს არის კარმეული ძვირფასებო, როგორც ჩანს. ამას ვერ გავექცევით ვერსაც ძვირფასებო. რა თქმა უნდა, მოგიტანთ ურთიერთგაგებას, სიყვარულს, თქვენს ადამიანს. საბოლოოდ რაზეც არ უნდა გავშალო, ასე ვთქვათ, რა თემაც არ უნდა იყოს, მაინც გვირგვინდება სიყვარულის თემით. ესე იგი, თქვენ ეს ნაბიჯი მოგიტანთ წინსულას სიყვარულში, მოდი ასე ვიტყვი, ერთი წინადადებით. კარგით, კიდევ რა სფეროზე იმოქმედებს, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრებიდან ეს სავსე მთვარეობა. აქ სულ გზებზეა ძვირფასებო აქცენტი გაკეთებული, ეს არის გზები საყვარელი ადამიანისკენ, ასე ვთქვათ, ესეთი სიტუაცია. თქვენ თითქოს გადაწყვეტთ და უმრავლესობასთან ისე აიჭვიანობის ნიადაგზე. კი, შეიძლება ითქვას საყვარელი ადამიანისკენ არის გზა, ოღონდ მხოლოდ ასე ვთქვათ, სიყვარულის გამო არ მიდიხართ, აქ არის ასევე გარკვევა, გსურთ გარკვევა სიტუაციის. და გსურთ, რომ სადავეები თქვენ აიღოთ ამ სიტუაციაზე ხელში. კარგით, კიდევ რა არის გარდა ამისა? ნათელი მოიფინება, რა თქმა უნდა, რაც ახლა არის გაურკვეველი თქვენთვის, აი ამას მოიფინება ნათელი აუცილებლად და თქვენ შეიძლება ითქვას აღფრთოვანებული დარჩებით ამით, რაც გამოაშკარავდება. კარგით, ვისთვისაც არ არის ეს სასიყვარულო თემები აქტუალური. მაგალითად, ჩემთვის არ არის აქტუალური. შესაძლებელია ასეთებიც იყოთ. თქვენთვის რა მოაქვს სიახლე ამ სავსე მთვარეობას? მაინც სიყვარულია ძვირფასებო შეხედეთ. ემოციები. დავუშვათ, ვისთვისაც არ არის სიყვარული აქტუალური, ეს არის ახალი სასიამოვნო წინადადებები, რასთან შემოთავაზებები, რასთან დაკავშირებით არის ეს? სულ მამაკაცებია ძვირფასებო აქ. შესაძლებელია იყოს საქმესთან დაკავშირებით, შესაძლებელია, თუმცა დიდი ალბათობით აქ არის მაინც სიყვარულის თემა. ადამიანი, რომელსაც თქვენ ელოდებოდით, ადამიანი, რომელზეც თქვენ ახლაც ფიქრობთ, აიღებს პასუხისმგებლობას. და რას იზამს, რომ აიღებს პასუხისმგებლობას? ეცდება რაღაც, ასე ვთქვათ, მატერიალური კუთხით თქვენთან კომუნიკაციას. ეს არის საჩუქრები, ეს არის ფინანსები, ეს არის ნაბიჯები, ისეთი, რაც არის, ასე ვთქვათ, მისი აზრით სარფიანი. დავუშვათ, თუ რამეს გაჩუქებთ, მოიპოვებს ის თქვენს ყურადღებას. დაახლოებით ასეთი. კარგით, ნახოთ კიდევ რა ცვლილებას მოგიტანთ და ეს არის სიამოვნება, რა თქმა უნდა, ეს არის სიტუაცია, სადაც თქვენ ყველა ვარიანტში მართავთ სიტუაციას, რომც გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ეცდება რაღაც სასიყვარულო კუთხით თქვენ ყურადღების მიპყრობას, თქვენ მაინც სიგვგონებას ინარჩუნებთ, ძირითად აქცენტს თქვენ აკეთებთ ყოველდღიურ რუტინაში,
საქმეში, მუშაობაში, ვინც მუშაობთ და თქვენზე არ მოქმედებს ეს ემოციები. გისურვებთ წარმატებებს.